გამშვიდობისა ტელეგრამთან რაგბის მოყვარულებს ვიწვევთ. დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების მატჩის ფრაგმენტებს, რომელიც როგორც იცით, ქალაქ დუბლინში გაიმართა 18 ნოემბერს. რაგბის გულშემატკივრებმა ამ მატჩის შედეგიც იციან, ალბათ ბევრმა ევროსპორტის საშუალებით მოახერხა ამ მატჩის ყურება, მაგრამ ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ნახოთ თუ რა მოხდა ამ თამაშზე. უფრო დაწვრილებით შევძლებთ ნახოთ ის შეცდომები, რაც საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩში დაუშვა და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ შეძლო მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება. შეგახსენებთ ამ ტურნირის სიტუაციას. დუბლინში 3 გუნდი იყო შეკრებილი, თვითონ ირლანდიელები, მასპინძლები, საქართველოს და რუმინეთის ნაკრები. პირველი თამაში იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევ ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ეთამაშა ირლანდიის ნაკრებს. ხოლო შემდეგი თამაში 3 დღის შემდეგ ჰქონდა სათამაშო რუმინეთის ნაკრებთან. ხოლო ბოლო დღეს რუმინელები ირლანდიელებს ეთამაშებოდნენ. ყველაფერი აი ამ მატჩში წყდებოდა. 3 გუნდიდან 2 პირდაპირ გადიოდა მსოფლიო თასზე. როგორც უკვე გითხარით, აი ამ მატჩის გამარჯვებული მოიპოვებდა მსოფლიო თასის საგზურს. რადგან რუმინელებს შემდეგ ირლანდიელებთან ჰქონდათ სათამაშო საქართველოს ნაკრების მოგების შემთხვევაში, ხოლო ირლანდიელები უდაო ფავორიტები იყვნენ ამ ქვეჯგუფის. აი ესე დაიწყო ეს მატჩი, პირველივე წუთებზე კარგად ითამაშა ჩვენმა შერკინებამ. ჯარიმის უფლებაც მოვიპოვეთ, რომელიც საკმაოდ რთული პოზიციიდან კახა მაჩიტიძემ ზუსტად შეასრულა. საქართველოს ნაკრები დაწინაურდა 3-0. ცოტა ხნით დაუბრუნდეთ პირველ თამაშს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს ეთამაშა. რა თქმა უნდა, გასაგებია გულშემატკივრების გულისყრომა ამ მატჩის შედეგის გამო. რა თქმა უნდა, 70-0 ეს არ არის შედეგი, რომელთაც შეიძლება საქართველოს ნაკრებმა იამაყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწინააღმდეგე საკმაოდ ტიტულოვანი ირლანდიის ნაკრები იყო. მაგრამ თვითონ ტურნირის სპეციფიკა მოითხოვდა ძალების დაზოგვას პირველ თამაშში. ამიტომ მწვრთნელებმა შეიძლება ითქვას მეორე შემადგენლობა დააყენეს თამაშზე. ამით მათ შეინახეს 11 კაცი, რომელსაც რუმინეთის ნაკრებთან უნდა ეთამაშა ძირითადი მატჩი. ერთსაც გეტყვით, ზუსტად ესეთივე ქვეჯგუფები იყო ინგლისში, სადაც შეკრებილი იყო ინგლისი, იტალია და ჰოლანდია და შოტლანდიაში შოტლანდია, ესპანეთი და პორტუგალია. ზუსტად ესე მოიქცა ყველა გუნდი და ბევრად უფრო დიდი ანგარიშებით წააგეს ეს თავისი პირველი მატჩები. ჰოლანდიელებმა 115-0 წააგეს, 126-3 კი წააგეს შოტლანდიელებთან ესპანელებმა. ეხლა კი ისევ თამაშს დაუბრუნდეთ. მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა. ნახეთ, რუმინელების ცდელობა ხელით გაეთამაშებინათ ბურთი კარგი დაცვის საშუალებით იქვე შეჩერდა. აქვე მოვიგეთ რუმინელების დერეფანი, შემდეგ აი აქ უკვე მაჩიტიძემ არეკნის გატანაცა და გახსოვთ ალბათ ეს მოთამაშე ისე არ გამოდის თამაშიდან, რომ ერთი არეკნი არ გაიტანოს, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ეს მას არ გამოუვიდა. აი აქ ერთადერთხელ დაახლოებით მატჩის მე-20 წუთზე რუმინელები გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე. ცადეს შეტევა. აი აქ უკვე ჩვენი მოთამაშეები დაჯარიმდნენ. რუმინელებმაც აღარ გააგრძელეს ხელით თამაში, მათაც კარში დაარტყეს ეს ჯარიმა და ანგარიში გათანაბრდა 3-3. როგორც გითხარით, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რუმინელები ჩვენს მოედანზე გადმოვიდნენ.
კიდევ ერთ დერეფანს აწვდიან რუმინელები. კვლავ კარგად თამაშობენ ჩვენები დერეფანში. შეძლეს ამ ბურთის წამოღება, თვითონ ანვითარებენ შეტევას. ცაბაძე უტევს. ძირითადი დარტყმა რა თქმა უნდა ამ თამაში მორკინალებმა აიღეს თავის თავზე და შეიძლება ითქვას თავისი მისია ხუთიანზე შეასრულეს. მათ პიწმინდა დაჯაგრეს მეტოქე. აი კიდევ მათი შეტევის შემდეგ რუმინელები იძულებული იყვნენ და ჯარიმით ეთამაშათ. კვლავ საკმაოდ ხელსაყრელ პოზიციაში ჯარიმა, რომელსაც მაჩიტიძე ურტყავს. სამწუხაროდ მაჩიტიძემ ეს ჯარიმა ვერ გაიტანა, პრომეტიც მან ტრავმა მიიღო, კუნთი გაეჭიმა დარტყმის დროს და რამდენიმე წუთში მის ნაცვლად მოედანზე ტეფნაძე შემოვიდა. კვლავ ჩვენი შერკინება უტევს. სწრაფად გააქვს ბურთი ხაზზე. აქ უკვე კარგად თამაშობენ რუმინელები დაცვაში, მაგრამ ბურთი კვლავ ჩვენ გვრჩება. ისევ გააქვს ბურთი ხაზზე და აქ ურჯუკაშვილი ჩაერთო კარგად შეტევაში. ალბათ მას შეეძლო უფრო კარგი გაგრძელების მონახვა. თვითონ რომ შეეტია, მაგრამ ამ მატჩში სამწუხაროდ ეტყობა ფსიქოლოგიურმა დატვირთვამ თავისი სიტყვა თქვა. მოთამაშეებმა სამწუხაროდ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს. აი როგორც გითხარით, მაჩიტიძეს უკვე სერიოზულად აწუხებს ტრავმა. კიდევ ერთი ჯარიმა, რომელსაც უკვე ურჯუკაშვილი ურტყავს კარში. როგორც ხედავთ, საკმაოდ შორი მანძილია. დარტყმა არაზუსტია. ანგარიში უცვლელი რჩება. მიუხედავად ამისა, ესეთ დარტყმებს მაინც აზრი ჰქონდა. საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის ნახევარზე რჩებოდა და ინიციატივა მის ხელში იყო. კვლავ უტევს საქართველოს ნაკრები და იქ უკვე დერეფანში იარაფავას არასწორად ეთამაშენ რუმინელები, იქ დაჯარიმდნენ. კვლავ კარში ურტყავს ურჯუკაშვილი ამ ჯარიმას. როგორც ხედავთ, წინაზე უფრო რთული პოზიციაა, მაგრამ საკმაოდ ზუსტი დარტყმა და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა 6-3. კიდევ ერთი დერეფანი ჭედლიშვილმა კარგად მოიგო. ცაბაძემ გააგრძელა ეს შეტევა. როგორც გითხარით, შერკინებამ შეიძლება ითქვას მთლიანად წალეკა რუმინელების შერკინება. აქ უკვე რუმინელთა რიგებში ერთი ცვლილება მოხდა. კვლავ ჯარიმა. და ჭედლიშვილი ისევ კარისკენ მიუთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯარიმასაც კარში დავარტყავთ. ისევ ურჯუკაშვილია ბურთთან. მაგრამ პოზიცია, როგორც ხედავთ, ისევ საკმაოდ რთულია. ისევ არაზუსტი დარტყმა. აქ რუმინელები ცდილობენ წამოიწყონ შეტევა. აი ესეთმა ტაქტიკამ აიძულა რუმინელებს თავისივე მოედნიდან შეეტიათ. მართალია კარგად შეძლეს ბურთის შენარჩუნება. იქ დაჯერებდნენ კიდევაც ჩვენები, მაგრამ აი როგორც ხედავთ, ისევ ცენტრშია თამაში. ახლა თქვენ ხედავთ ტერიტორიულ განაწილებას
როგორც ხედავთ, ტერიტორიის 71% ქართველებს უჭირავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად ინიციატივას ამ მატჩის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები ფლობს. აი რუმინელები მხოლოდ ესეთი დარტყმებით თუ გადმოვიდოდნენ ჩვენს ნახევარზე. აი ეს კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც რუმინელები ცდილობენ შეტევას, მაგრამ ეს შეტევები ყველა შეჩერებული იყო. როგორც ხედავთ, პირიქით რუმინელები ნელ-ნელა უკან ჩამოვიდნენ. მართალია აქ დაუჯარიმდით, მაგრამ ამ შეტევამაც რუმინელებს არანაირი შედეგი არ მოუტანა. თამაში კვლავ მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაიტანა საქართველოს ნაკრებმა. კობახიძე უტევს. მას შემდეგ რაც რუმინელებმა კვლავ ცადეს თამაშის ჩვენ ნახევარზე გადმოტანა. რაფავა შევინარჩუნეთ ბურთი. აი აქ უკვე კვლავ ჯარიმდებიან რუმინელები. ნახეთ იქ უხეშად ეთამაშენ ჩვენ 9 ნომერს. ისევ ჯარიმა და ისევ ურჯუკაშვილი ურტყავს კარში. Georgia's lead 6-3 in injury time in the first half. They dominated the first half. მაგრამ აი ზუსტად ეს არის ალბათ გუნდის კლასის მაჩვენებელი. That's all they are. რუმინელები როგორც ხედავთ ისეთ ადგილებში ჯარიმდებიან, საიდანაც საკმაოდ ძნელია ბურთის გატანა. ესე დამთავრდა პირველი ნახევარი 6-3. სიმართლე გითხრათ, შესვენებაზე ჩვენც იქ ყოფნი. საკმაოდ კარგად გრძნობდით თავს, ინიციატივა ჩვენ ხელში იყო, მაგრამ რუმინელების მომზადებამ და ტრადიციამ გამოცდილებამ მათ შესვენებაზე ეტყობას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მათ დაიწყეს ხელით თამაში, რომ მოეშორებინათ ბურთი შერკინებიდან. პირველივე წუთებზე აი ესე გათამაშებული ბურთის შემდეგ აი ბოლო დამცველს ბურთი გაუსხდა ხელიდან. თუ დააკვირდებით, რუმინელები არ ცელოდნენ, რომ ეს ბურთი მას გაუვარდებოდა. ნახეთ გამეორების დროს აქ უკვე არანაირი გამოსავალი არ დაუტოვეს რუმინელ გარემარს, მაგრამ აქ ვერ შეძლეს ბურთის დაფიქსირება, რითიც ისარგებლეს რუმინელებმა და ლელო გაგვიტანეს. კიდევ ერთხელ ეს შეტევა. თითქოს ყველა დამცველი ადგილზეა, მაგრამ რუმინელებს ლელო გააქვთ. ამ გარდასახვის გატანაც არ გაუჭირდათ. რუმინელები დაწინაურდნენ 10-6. ზუსტად 2 წუთში კვლავ ისეთივე კომბინაცია გაათამაშეს. კვლავ გარემარმა ფეხით შეიგდო ბურთი და ისევ ჩვენი დამცველი ამ ბურთს ვერ ეუფლება. რუმინელები ამისთვის მზად არიან და კიდევ ერთ ლელოს იტანენ. კიდევ ერთხელ ეს შეტევა. შეიძლება წინა ლელოს გამეორება ეგონოს კიდევაც გაუთვითცნობებელ მაყურებელს, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს ორი ზედიზედ დაშვებული უხეში შეცდომა რუმინელებმა კარგად გამოიყენეს. ორი ლელო გაგვიტანეს 4 წუთის განმავლობაში. ამ გარდასახვის გატანაც არ გაუჭირდათ. 17-6 გახდა ანგარიში. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ძალიან ძნელი იყო მატჩის გარდატეხა, ინიციატივის ხელში აღება, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მაინც შეძლო ამის გაკეთება.
ისევ და ისევ მორკინალების ხარჯზე. აი კიდევ ერთი შეტევა ხედავთ. კარგად მოგებული დერეფნის შემდეგ ჩვენი შერკინება წინ მიიწევს. სწრაფად გააქვს ბურთი ხაზზე. მართალია რუმინელებია კარგად თამაშობენ დაცვაში, მაგრამ მანამდე წესი აქვს დარღვეული. საჯი ნიშნავს ჯარიმას. ამ ჯარიმას აუჩი არ ტყავენ ქართველები. იცით ალბათ შემოგდება ისევ მათია. კვლავ ვიგებთ ბურთს დერეფანში და კვლავ ვცდილობთ ბურთი ძალისმიერად შევიტანოთ ლელოში. და აქ რუმინელები თითქოს აჩერებენ ამ შეტევას. მაგრამ ბურთი კვლავ ჩვენ ვრჩება. კობახიძე უტევდა. ტეფნაძემ შეუტია ცაბაძე. ისევ ტეფნაძე და კვლავ ჯარიმა. აი აქ 10 წუთიანი შტურმი მოუწყო საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ლელოს. ცაბაძე, რაფავა ცდილობენ ბურთი ძალისმიერად შეიტანონ, მაგრამ რუმინელები ახერხებენ ამ შეტევის შეჩერებას. მართალია ჩვენი შერკინება ინიშნება. ლელოსთან 5 მეტრის მოშორებით. კობახიძე ცდილობს შეიუტიოს, მაგრამ კვლავ კარგად იცავენ თავს რუმინელები და შეძლეს ამ შეტევის შეჩერება. ეხლა ისევ ცდილობენ ფეხით ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაიტანონ, მაგრამ თვითონ მეუშვებენ შეცდომას. ბურთი მოედანში ვარდება. ურჯუკაშვილი იწყებს შეტევას. ჯიმშელაძე აგრძელებს. ხამაშურიძე კვლავ წინ მიიწევენ ჩვენი მორკინალები. ლეჟავა სწრაფად გამოაქვს ბურთი ხაზზე. აქ ურჯუკაშვილმა ცადა არეკნის დარტყმა, მაგრამ არ გამოვიდა და რუმინელებიც უშვებენ შეცდომას. მათ ბურთი წინ უვარდებათ და კიდევ ერთი შერკინება ინიშნება მათ 22 მეტრიან მოედანში. კვლავ კობახიძე, გიორხელიძე და კვლავ უშედეგოდ თავდება ეს შეტევა. რუმინელებმა თამაში მოედნის შუაგულში გადმოიტანეს. ამის შემდეგ კვლავ მივახლოვდით ჩვენ რუმინელების ლელოს. ისევ დაჯარიმდნენ რუმინელები და აქ უკვე ცაბაძემ თავისი თანაგუნდელების დახმარებით ლელო გაიტანა. ხედავთ ცაბაძე, ჭედლიშვილი და კაცაძე და ლელო. რა თქმა უნდა, ესეთი ძალისმიერი თამაში ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ბევრი ენერგიის ხარჯვას. ურჯუკაშვილმა გარდასახა ეს ლელო, ანგარიში 17-13 გახდა. როგორც გითხარით, საქართველოს ნაკრებმა შეძლო მაინც ინიციატივის ხელში აღება. აი ჩანს კიდევაც მონაცემებში, თამაშის მონაცემებში 17-59-ზე ეს არის შეფარდება სხვისი ბურთების წამოღების. ესე იგი, საქართველოს ნაკრებმა 59 ბურთი წაართვა რუმინელებს. და მხოლოდ 17 დაკარგა. კიდევ ერთი შეტევა, აქ ტეფნაძემ გაამწვავა და კვლავ ჯარიმდებიან რუმინელები. მატჩის ბოლომდე
12 წუთია დარჩენილი და ამ ჯარემის კარში დარტყმას გადაწყვიტავენ. ანგარიში ერთ ქულამდე შემცირდა 17-6. სამწუხაროდ ამის შემდეგ რუმინელებმა შეძლეს კარგი შეტევის განხორციელება, რომელიც ლელოთი დამთავრდა. ეს იყო ალბათ ის გადამწყვეტი ლელო ამ მატჩში. რა თქმა უნდა, აი ამის მერე თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ 7 წუთი რჩებოდა მატჩის ბოლომდე, უკვე გამარჯვებაზე ფიქრი ძალიან ძნელი იყო. იმასაც თუ დავუმატებთ, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობიდან შეძლეს გარდასახვის გატანა და შემდეგ კიდევ ერთი ჯარემის, ანგარიში გახდა 27-16. პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მიუხედავად ამისა, ქართველებმა მატჩის მიწურულს მაინც შეძლეს ერთი ლელოს გატანა. აი აქ წამოწყებულ კონჩეტევაში ბურთი დავკარგეთ. რუმინელებმა დაიწყეს შეტევის განხორციელება. და აი აქ კარგად ითამაშა ქავთარაშვილმა, კარგად წაიკითხა შეტევის მიმართულება, ჩაჭრა ეს ბურთი და მატჩში ბოლო ლელო გაიტანა. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო საკმარისი. საქართველოს ნაკრებს მოუწევს ახლა შემდეგ საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში ტონგას წინააღმდეგ. ორი თამაშის შედეგის მიხედვით საქართველოს ნაკრებს კიდევ აქვს შანსი მსოფლიო თასზე მოხვედრისა. დღეს სულ ეს იყო, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.